Სამდივნოს მინდა ვთხოვო ბატონი მამია ბალახაძე, ბრიგადის გენერალი და 2008 წლის აგვისტოს ომის დროს სახმელეთო ჯარების სარდალი მეთაური შემოაცილოს დარბაზში და დავიწყებთ მოსმენას. ჩვენ გვაქვს ამისათვის 40 წუთი და 4 საათზე მობრძანდით ბატონო გენერალო, დაბრძანდით თუ შეიძლება. ჩვენ ცოტა ფორმატი შევცვალეთ და ასე ვართ ჩამწკრივებულები და ამიტომ არ გაგიკვირდეთ ალბათ ჩვენი სხდომების განლაგება იცით ტელევიზიიდან. ბატონო მამია, ბატონო გენერალო, მოგესალმებით. მადლობა მობრძანებისთვის. ჩვენ ვინაიდან თქვენთვის გამოყოფილი დრო ახლა ზუსტად სანამ თქვენ შემოხვედით ვუყურებდით არის 40 წუთი. მოდით გაფრთხილების პროცედურაზე გადავიდეთ პირდაპირ და შემდეგ საქმეზე. გაფრთხილების ტექსტში წერია, რომ ჩვენი კომისიისთვის განზრახ შუახსნა განმარტების მოწოდება ან კითხვისთვის თავისარიდება პასუხზე უარი სჯება სიტყვის სამართლის წესით და ეს გაფრთხილება რომ გაკეთებული ამის დასტურად გთხოვთ ხელი მოაწეროთ თქვენ წინ მდებარე დოკუმენტს. მადლობა. ბატონო მამია, ჩვენ როდესაც სხვა გენერლები, ორი გენერალი იყო აქ ასეთი, ბატონი გოგავა და ბატონი ყურაშვილი, მათ შევხვდით. კითხვა დაუსვით განათლებასა და გამოცდილებასთან დაკავშირებით. იგივე კითხვით დავიწყებდი კომისიის წევრების ნებართვით თქვენთან საუბარს, რომ გითხრათ რა გამოცდილება გქონდათ მანამ სანამ თქვენ 2008 წელს შეიძლება 7-შიც, 8-ში მიწერია მე აქ ბიოგრაფიაში, მაგრამ თქვენ გვეტყვით ზუსტად, უკვე თქვენ ჩაუდექით სათავეში ჩვენი ქვეყნის სახმელეთო ჯარებს. აი როგორ მიხვედით აქამდე და რა გამოცდილება გქონდათ? მოგესალმებით პირველ რიგში კიდევ ერთხელ. ალბათ ბიოგრაფიით დავიწყებ შესავალში. მე გახლავართ ბრიგადის გენერალი მამია ბალახაძე, დაბადებული 1977 წლის 24 მაისი ქალაქი თბილისი ვარ და ოჯახებული. რაც შეეხება ჩემს განათლებას, მაქვს უმაღლესი განათლება საშუალო სკოლის დამთავრების შემდგომ 1994 წელს ვირიცხები ეროვნული თავდაცვის აკადემიაში. ერთწლიანი სწავლის შემდგომ 3 წლით მივლინებული ვარ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში და გავდივარ ოფიცრის სრულ კურსს ამის მერე ბრუნდები საქართველოში და ვაგრძელების ეროვნული თავდაცვის აკადემიას, რომელსაც 99 წელს ვასრულებ. შემდგომ პერიოდში 2007 წელში 1-დან 7 წლამდე ესე მომიწია ჯერ ბიზნეს ტექნოლოგიების ინსტიტუტში და მე შემდგომ ილია ჭავჭავაძის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში გადავიტანე საბუთები და გახლავართ ასევე სამართალმცოდნეობის მაგისტრი და მოგვიანებით 2020 წელს დავამთავრე სადოქტორო ნაშრომი და 2020 წლიდან საერთაშორისო ურთიერთობების დოქტორი გახლავართ. რაც შეეხება სხვა სამხედრო განათლებას, მანამ კარიერას დაუბრუნდები, მოგახსენებთ რომ მაქვს სხვადასხვა სამხედრო სასწავლებები გავლილი ძირითადად გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში, როგორც საწყისი ძირითადი ოფიცრის კურსი, ისე შუალედური სასწავლებლები, მათ შორის საშტაბო კურსები და ბოლოს გახლდით ასევე გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში 2015-17 წელი დავამთავრე ბუნდესვერის უმაღლესი სამხედრო აკადემია, მართვის აკადემია, ესე რომ ვთქვათ. დაუბრუნდები კარიერას თქვენის ნებართვით. კარიერა 99 წელს ვხდები ლეიტენანტი პირველად სამხედრო წოდებით, ვინიშნები მაშინდელი შეიარაღებული ძალები, ესე რქვა. ვიწყებ ჩემს კარიერას როგორც ოცეულის მეთაური შეიარაღებული ძალებში, მუშაობ სხვადასხვა თანამდებობებზე, მათ შორის საშტაბო საოფიცრო თანამდებობებზე და ყველაზე ძირითად და ისეთ სამეთაურო თანამდებობებზე მოგახსენებთ რომ ნამსახურები მაქვს 2002 წელს გახლდით კომანდოს ბატალიონის მეთაური, ეს ბატალიონი რომელმაც პირველი სვლის დაახშურის პროგრამა გაიარა ამერიკის სამხედრო მოსამსახურეებთან ერთად. ამის მერე ხდები 2006 წელს პირველი ქვეითი ბრიგადის მეთაური და მოგვიანებით გადავდივარ 2006 წლის ბოლოდან სახმელეთო ჯარების შტაბის უფროსად, ვასრულებ სახმელეთო ჯარების შტაბის უფროსის მოვალეობას აგვისტოს ომის დაწყებამდე და დაახლოებით თვენახევრით ადრე აგვისტოს მოვლენებამდე ვინიშნები სახმელეთო ჯარების სარდლად. ძირითადი ინფორმაცია. მადლობა. დღეს თქვენ სად მსახურობთ? და ამჟამად გახლავართ ეროვნული თავდაცვის აკადემიის რექტორი 2020 წლიდან. და 2008 წელსა და 2020 წელს შორის რა მოხდა კარიერულად? კარიერულად 2008 წლის ომის მერე მოიხსენი გარკვეული პერიოდი განთავისუფლდი თანამდებობიდან, შემდგომ დაახლოებით თვენახევარში
ну ესე მოხდა შეთანხმება მაშინ გენერალურ შტაბთან და მივდივარ გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში თავდაცვის სატაშეს მოადგილე, სადაც ვარ 1 წლის განმავლობაში, 1 წლის მერე თავდაცვის სამინისტრო მიძახებს უკან და კიდე გავდივარ კადრების განკარგულებაში, თავისუფლები, ჩემთვის მიზეზი უცნობი იყო. დაახლოებით 6 თვის მერე ხელახლა ხდება აღდგენა და ბრუნდები ისევ თავდაცვის სამინისტროში და ამ შემთხვევაში გენერალურ ინსპექციაში ვაგრძელებ მუშაობას, დაახლოებით 3 წელი ვიმუშავე. ამის მერე გადავდივარ გენერალურ შტაბში მუშაობ, ერთ-ერთი სამმართველოს უფროსად, საიდუმლო რეჟიმის და დაცვის სამმართველოს უფროსად და 2018 წლიდან ვინიშნები ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში პრორექტორად და 2020 წლიდან უკვე აკადემიის რექტორი. კი ბატონო, გავთავისუფლდიო თქვენ ბრძანებთ 2008 წლის აგვისტოს ომის მერე მოხდა ეს, როდის ზუსტად? დაახლოებით ერთ კვირაში, თუ არ ვცდები, ეს იყო 19 აგვისტო. 2008 წლის ბრძანება არის 20-თან 21 აგვისტოთი დათარიღებული როგორც მახსოვს, მაგრამ სადაც მე დამიძახეს და მითხრეს რომ თავისუფლები ვიყავი, ანუ განთავისუფლებული მოხსნე თანამდებობიდან, ეს იყო 19 აგვისტო. 2008 წლის. დიახ. ვინ მოხსნათ, როგორც თქვენ? მაშინდელმა მინისტრმა დამიძახა, ბატონმა დავით გეზერაშვილმა. დიახ. და მითხრეს რომ მოხსნებმა თანამდებობიდან. სად დაგიძახათ? თავისთან ოთახში, თავდაცვის სამინისტროში მის სამუშაო კაბინეტში. რა მიზეზით? კითხე რა თქმა უნდა ბუნებრივია რომ მიზეზი რა იყო და რა დგას ამის უკან და პასუხი იყო ესეთი რომ დღევანდელი დღის მდგომარეობით ან მოცემული მდგომარეობით რა მდგომარეობაც გვაქვს ამ წუთას. რა მდგომარეობა ზუსტად თავის თავში რას გულისხმობდა? ნუ ეს შედეგი რომ ომი ახალი დასრულებული იყო, ჯარები უკან იყო გამოსული და ნუ შესაბამისად რაღაც გადაკომპლექტება, რაღაც რეაბილიტაციის რაღაც ფაზაში ვიყავით. ეს პასუხისმგებლობის დაკისრებად უნდა აღვიქვათ თუ როგორ აღვიქვით? შეიძლება კალბატონეთი. თქვენ სავარაუდოდ მისი მოსაზრება ესეთი იყო რომ მე უნდა განთავისუფლებულიყო თანამდებობიდან. აღნიშნულ მდგომარეობიდან გამომდინარე. დიახ, ის მოცემული სიტუაცია რაც იყო და აღნიშნულ მდგომარეობა. ხა, მან ომის გამო, წაგების გამო. ესე წაგებული ომი მას შემთხვევით არ ვთქვია, მაგრამ დაახლოებით ალბათ ისი ვარაუდა და ისი ფიქრა რომ იმ მოცემულობა რაც იყო იმ მდგომარეობით, შედეგი ალბათ იმ შედეგს გულისხმობდა. და თქვენ წავიდითო არ უთხარით, ან თვითონ რატო არ წავიდა? ერთად რო წასული. ნუ სადღაც საუბარში რა თქმა უნდა მეც ვიკითხე რომ მარტო მე თავისუფლებოდი თუ იყო კიდე ან ვინმე სხვა კიდე პასუხისმგებელი პირი, მაგრამ ამაზე უკვე აღარ გვისაუბრია და არც პასუხი არ მიმიღია სხვა. მარტო მივიღეს რომ განთავისუფლებული დიახ ბატონი ალეკო ბრძანებდა დიახ რომ პოლიტიკურად მოგებული ომი ერქვა ამას და თქვენ რა გისაყვედურეს მაინც კარგად რო გითხრათ. ნუ დეტალებში ესე აღარ გვისაუბრია ამდენი აღარ წამოვყვნენ ესე რო თქვა და ძალიან სიღრმეში აღარ ჩავსულვართ, მაგრამ როგორც მოგახსენეთ რომ ამდენჯერმე ჩვენ საუბარში იყო იმის აღნიშვნა რომ მოცემული მდგომარეობა, აღნიშნული სიტუაცია რაც არის ფაქტობრივად რასაც მე მივხვდი ალბათ ის შედეგი როგორც ის დასრულდა და რა მდგომარეობაშიც ვიყავით რომ ანუ დარწმუნებული ხართ რომ აგვისტოს ომის შედეგების გამო გაგათავისუფლეს და არა სხვა მიზეზით იქნებ რამე სხვა გადაცდომა არ ვარ დარწმუნებული ქალბატონოთია იმიტომ რომ არანაირი განმარტება არ მიმიღე ამასთან დაკავშირებით კი ბატონო ჩვენ თუ ბიოგრაფიასთან დაკავშირებით არ არის შეკითხვები გავაგრძელოთ საუბარი თქვენი ნებართვით ვინაიდან ჩვენ არა გვაქვს ბევრი დრო ასე ხომ არ გავაკეთოთ რომ პირდაპირ კითხვების დასმით გავაგრძელოთ თუ წევრები წინააღმდეგნი არ იქნებიან და მე ნუ თქვენ იმის და მიხედვით რა კითხვა იქნება ისაუბრებთ იმაზე რაც თან გსურთ რომ ვთქვათ ვინ დასვამს პირველ კითხვას ბატონი თენგიზი მოგესალმებით, მადლობა რომ გამოგვეხმაურეთ და მობრძანდით. ერთ-ერთ დაკითხვაზე სამედიცინო სამსახურის უფროსი, ვინც იყო 2008 წელს, მაშინდელი შეიარაღებული ძალების, მან აღნიშნა, რომ თავდაპირველად ამ კონფლიქტის დროს, ოკუპაციაზე, შემოჭრის დროს რუსებისა, არსებობდა სხვა გეგმა ეს გეგმა მდგომარეობდა იმაში, რომ თავიდან ცხინვალი არ უნდა აეღოთ, არამედ შემოლითი გზებით მისულიყვნენ როგის გვირაბამდე და ცხინვალის შესვლაზე უკვე მერე ეზრუნათ. მერე რატომღაც შეიცვალა ეს გეგმა და ცხინვალში შევიდნენ და შევიდა ძირითადად შინაგან საქმეთა სამინისტრო თავდაცვის სამინისტროს ძალებით შევიდნენ, მაგრამ ისინი უფრო დამხმარე როლს ასრულებდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროსი, ასე გავიგეთ ჩვენ. არსებობდა ეს თქვენ ახლა სახმელეთო ჯარების სარდალი იყავით და გვაინტერესებს რა გეგმა არსებობდა
ის გეგმა შესრულდა თუ არ შესრულდა და შეიცვალა თუ არ შეიცვალა გზა და გზა, ასე ვთქვათ, არგუმენტაციის გარეშე. აი ეს ჩვენ ამის თაობაზე არაფერი არ ვიცით, აქ მოვისმინეთ ეს ჩვენება და ასეთი ჩვენება მოგცა სამედიცინო სამსახურის უფროსმა ყველას გვახსოვს. მადლობთ. თქვენი სებართვით თუ შეიძლება ქალბატონია ვიკითხავთ და თხოვნითაც მოგმართავთ, რომ ის რაზეც მე უნდა ვილაპარაკო და რაც უნდა მოგახსენოთ ამ გეგმასთან დაკავშირებით, ეს დღესაც სრულიად საიდუმლო გახლავთ. მათ შორის ყველა ეს ბრძანებები და ეს მოქმედებები, რომელიც ჩემს მიერ ხორციელდებოდა და როგორც ზემდგომიდან მიღებული, ისე ჩემს მიერ ჩატარებული, თხოვნა იქნება, რომ თუ შეიძლება დახურულ რეჟიმში განვიხილოთ. საერთოდ ხდომის დახურვა კომისიის წევრის ინიციატივით ხდება და კომისიის წევრის ინიციატივაზე მსჯელობს კომისია. თუ არ არის რაიმე წინააღმდეგი ინიციატორი თუ შეიძლება. ბატონი ალეკო იქნება ინიციატორი, რომელიც არც არ გასაკვირი რომ იზიარებს თქვენს ამ ინიციატივას და მაშინ დავხუროთ ხდომას ჩვენს მხარდამჭერ ჯგუფს ვთხოვ, რომ სულ 1 წუთი დავაჭიროთ იმას, რომ გადავაგდეს ფორმატი, რომ დახურულ რეჟიმში ვიმსჯელოთ, დავხუროთ თუ არა არსებითი განხილვა და შემდეგ 4 საათზე დაგიბრუნდებით ღია ეთერში ბატონი გიორგი გახარიას მოსასმენად. მადლობა.